გააკეთეთ ვინმე? არავის არ გაკეთებიათ. ოსდა 14 საჯერ ესეთი შედედა მოტყნოლო და ცხნერი დედაშენს და მამაშენს აქ ნაჭამი და მაგიტო გამოხოდი მაგნაირი ყლე. მომიმატა 21 წელი. ვაიმე რაღა დარჩა პრინციპში. ვაიმე 35-ს ხვდები ხალხნა მიშველეთ, ანუ ქალდები უკვე. ისაც მადამს მიზახიან. მეუნები არა, მე ვარ მადმაზელი შენ დამპალო. ხომ ჩამოხვალო. ჩამოვალ ალბათ მოქალაქეობას რო ავიღებ აქ, მე როგორც ბელგიის მოქალაქე და არა საქართველოს მოქალაქე. გაიხარე. რატო არ ჩამოვალ? ვინ დამიშლის? კარგად შე როგორ ახარ? მადლობა ნინი. აგვისტოში მაგ 13 აგვისტოს. მამა შალვას დავაფსი თავზე. რა გაგიტოს ფალმა კარგი პირადება ბრძანდებთ. გაიხარე ჩემო გოგო მადმაზელი საფრანგეთში. რა მადმაზელი? მე რა საფრანგეთში არა, მე ბელგიაში ვარ. მოქალაქეობა ჯერ არ ვიცი. კარგად შე როგორ ახარ? მე არ ბლოკავენ, იმიტომ რომ მე ვარ მაყურებელია ქუთაისიდან. ქუთაისელი მაყურებელი ვარ. მადლობა ჟან, კარგად. იქო სახში იყო მეზარება ხალხო ლაივში გამოსვლა. ად მეზარება ხო მე ერთი ამბები რო იყო არ მინდოდა ხა ამ ემოციურ ფონზე ლაივებში დამჯდარიყავი. რატო არ გას დისკრიმინაცია ვერ გავიკე? ქალიშვილო და ესა რა ქვია ქალბატონო დისკრიმინაცია რატო არის? მამა შალვაზე თავზე დავაფსე. ზუსტად თავზე დავაფსე. გაქვს რა პრობლემა? ანუ ცოდვა არა დავაფსა? ჩემი ცოდვა არის, შენ გეკითხება. ვაიმე, კაი ნუ გამახსენებ მაგ ამბავს. სულელები არიან, მეც მაგას ვიძახ, ვინ არის სულელები? ვერ მივხვდი. ბელგიაში თბილი ხალხიაო, ვაიმე, კი გაით რომ გავდივარ სითბოსგან ვიწვი. ბრավ, მეც სულად არ მომქცევია სიმართლე გითხრა და უხეშად. და ვერ გეტყვი ხა. არც ბევრი კონტაქტი არ მქონია ძალიან. ხო. მამა შალვასაც დავაფსთავ და შენს დაგაფსი ეკატერინე თუ გეწყინა და თუ გული დაგწყდა. ორივეს დაგაფსით თავზე. მადლობა ჯან. სელე მიყვარხარ. გაიხარე ჩემო კარგო. მეც მიყვარხართ. გაათრეული იყო დღეს აქციაზე ძველ ბიჭებთან ერთად. და საქმეებს მირჩევდნენ. გაეთრიეთ აქედან როდის იყავით ხალხისთვის თქვენ. თქვენ დამპლებო. თავრობის მიქსიანებულები. ვითომ აინტერესებთ ყველაზე არ კიდიათ ხალხი. ყველაფერი ნათელი არის ისედაც. აი სულ რო არაფერი, ხო? აი სულ რო არაფერი, ისაც ყველაფერი ნათელი არის, ჩემო კარგო, ხო? ახლა დებილის უნდა ხვდებოდეს იმას, რომ საქართველოში მხოლოდ შოულობენ ის ადამიანები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ნათესავები და მეზობლები, რომლებიც მოდიან მთავრობაში. მოდიან მთავრობაში, ნუ ზოგს ვიღაცას აქ რაღაცა კი ბატონო, ეხა ყველა დაქცეული კი არ მოდის, მაგრამ მოდიან მთავრობაში და მიდიან დიდრები თუ წავიდნენ ეგეთ საკითხავი არის, ხო, ანუ და ხალხს რა, ხალხს ჩემი ფეხები.
ჩემი ფეხები, ანუ ნახევარ საქართველოს ემიგრანტები ყავთ გამოშვებული სამუშაოდ უცხოეთში და წესით იმ აქციაზე უფრო ბევრი ხალხი უნდა იყოს, ხვდებით? ამ ემიგრანტი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ, ნათესავებიც უნდა იყვნენ, თუ კი მათ გააჩნიათ მათი ნათესავის მიმართ შეცოდება ან რაღაცა სოლიდარობა, ეგენიც კი უნდა იყვნენ გამოსულები, მაგრამ თქვენ გონიათ, რომ ემიგრანტების ოჯახების უმეტესობას უნდა რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში? არა, მეგობრებო. არ უნდათ, ვინ გითხრათ რომ უნდათ? წამოსულები არიან 10 წელი, 20 წელი. ერთი რამდენჯერ უთქვიათ, რომ დაბრუნდი საქართველოში, მორჩი მანდმუშაობას, ვერ ბრუნდებიან, ხვდები? არც ბრუნდები კი არა, ვერ ბრუნდებიან, ნინო, ვერა. ვერ ბრუნდებიან, ანუ ხალხი ვერ ბრუნდება, ხვდები? ხანდახან კომენტარებს ნახულობ ხოლმე, რომ აი იტალიიდან დედა ჩავიდა და შვილი არ უნახია 10 და 15 წელი არის და ხალხი წერს, რომ კაცო ერთი ბილეთი ვერ იყიდა და ვერ ჩავიდა იქამდე, ვერ ყიდულობენ ხალხნო, ვერა. ისი არის, შეხედე, აი როგორ არის სიტუაცია შექმნილი ემიგრანტი ხო ხარ? ხო იღებ ხელფასს, ანუ იმ ხელფასთან არაფერი არ რჩება, იმიტომ რომ გადის ის ფული. ამ ბინა იყიდენ, ან რემონტი გააკეთენ, ან რაღაც ვალები აქვთ, ან ვიღაც სწავლობს, ვიღაც ავად გახდა, იმას კაი კარები გაფუჭდა, წყალი ჩამოვიდა, ნათესავი მოკვდა, ვიღაც დაბადების დღე არის, შვილის დაბადების დღეა, ამის ფულია საჭირო, იმაზე იმის ფული არის საჭირო, ამაზე იმის ფული არის საჭირო და ვერ მიდიან, ანუ უკან, კაცო, მე დედა მყავს 20 წელი არის ემიგრანტი და მე ვიცი, ხო? მე რეალურად ფულს არ ვთხოვ საერთოდ, აი წლები არის დერჩემს ფული არ მომითხოვია, მაგრამ ჩემი და ჩემ და სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს, მაინც ბავშვი ყავს და სჭირდება გასავალი. არ ყოფნის, ანუ და რა ქნას ახლა? რაიმე ბოდიში. დედა ჩემი იძახის, რომ ანუ რო ჩავიდეო, რა გავაკეთო? მეთქი კაცო, მე რო დავიწყებ მუშაობას, საჭმლის ფულს მე გამოგიგზავნი, ხო? ანუ ან ჩემთან ჩამოხვალ 6 თო ჩემთან იქნები, ხან იქეთ ჩახვალ, ანუ არ შვება, ხვდებით? ანუ აი არ შვება, ვერ შვება, ანუ ვერ ჩერდება. იმიტომ რომ რო გაჩერდეს, იცის რომ თვითონაც დარჩება ისე შემოსავლის გარეშე და კიდე სახლში ეყოლება ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება. ამიტომ ვერ ჩერდება, დედაჩემ. ვერ ჩერდება, ამიტომ. მაშინ რაღაცა რო ჩავა იქ, რაღაცა ამ პენსია მაინც უნდა იყოს ნორმალური, რომ ადამიანმა თავი გაიტანოს. ან რაღაცა სამსახურები მაინც უნდა იყოს ნორმალური. ხა ქალო დალაგებაზე 1800 евро არის აქ ხალხნო. მინიმალური მკვდარი არის 1800 евро დალაგებაზე. საქართველოში რამდენი არის დალაგებაზე? მითხარ 300 ლარი ხელფასი? კაცო 1800 ევროს არავინ არ ითხოვს საქართველოში დალაგებაზე ხელფასს. უბრალოდ იმდენი უნდა იყოს ხელფასი, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს ცხოვრება ნორმალურად, ხო? ისე რომ არაფერი არ მოაკლდეს. თორე გინდა თუ რა 1800 евро იყოს ხელფასი, ხო მაგას ვინ ითხოვს? არავინ არ ითხოვს. მასე ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ არ არის მანდ 1800 ევროები ხელფასები. იტალიელები აქეთ ჩამოდიან სამუშაოდ. ქართველები იტალიაში მიდიან, იტალიელები ბელგიაში ჩამოდიან. 18 წელი არ ყოფილა საქართველოში ძალიან და წოსლა, მაგრამ ვერო. ვაიმე, ძალიან რთული არის, ხვდები? მართლა ძალიან რთული არის. ემიგრანტი ადამიანის ცხოვრება არის ძალიან რთული და ხო და მაგაზე მაქვს საუბარი, რომ იმ ემიგრანტის ოჯახის წევრებთან ნათესავების უნდა იდგნენ იმ აქციაზე, თქო, ანუ წესით და რიგით. მაგრამ კიდგან ვიღაცებ, მაგრამ ყველა რო არ დგას, მაგას რა თუნდა თქმა მითხარით. მაგას თავი დაანებეთ თავად ემიგრანტებიც, მეგობრებო, ანუ ქართულ ოცნებას უჭერენ ხარს. არის ძალიან ბევრი ეგეთი. ადამიანები არიან ძალიან უცნაურები. ყველა რა თქმა უნდა ერთი ვერ ვიქნებით, მაგრამ ადამიანს რაღაც აზრი ხომ და გაგაჩნდეს რაღაცეებზე, ხო? ანუ
რაღაცის აზრი ხო უნდა ფიქრობდე რაღაცეებზე. არ შეიძლება ეგრე ხვდებით, ანუ არ შეიძლება. რატო უნდა არჩენდეს დედა ან მამა 40 წლის შვილს ან 35 წლის შვილს, გამაგებიეთ ერთი, ან 30 წლის შვილს. რატო უნდა არჩენდეს, ხო? არ უნდა არჩენდეს. ის მის თავს თვითონ უნდა ირჩენდეს და შენ უბრალოდ უნდა დამოგზაურობდე წესით აქეთ იქეთ, ხვდები? შენ უნდა მოგზაურობ, იმიტომ რომ შენ უკვე იმუშავე საკმარისად და შენ უკვე წესით გჭირდება დასვენება და გჭირდება ჩვეულებრივი ცხოვრება. აი გაიარე ხა აქ ბელგიაში მაგალითად ბარებში დღისით საღამოს სულ ასაკიანი ხალხი სხედან და ლუცვამენ და ყავასვამენ, ანუ კიდიათ ფეხს გამოწყებილები, ჭამენ რაღაცა, ანუ და ჩვენთან მოხუც ადამიანს რო შეხედავ, გული დაგეწვება. აღარ მართლა. და ამათ ეხა ერთ კვერცხს შეწვარიცეს ზოგმა. ეგერ ყიდიან ბინებს, რობერდებიან, კი არა უტოვებენ მეგობრებო. როგორ ჩვენთან არის, არა. არ უტოვებენ. ყიდიან სახლებს და შედიან თავშესაფარში ის კი არა რაღაცა ფულს იხდიან, ხვდები? კაის ჭამენ, კაის სვამენ, მომსახურეობა აქვთ, კაი ოთახებში ცხოვრობენ, დალაგება, დასუფთავება, შოუებს უწყობენ და სამოგზაუროდ დაყავთ. ანუ ცხოვრობენ, ხვდები? ტკბილად ცხოვრობენ. სალონიც კი აქვთ, მეგობრებო, იქ თავშესაფარში. მიდიან თმებს იკეთებენ, ფრჩხილებს იკეთებენ და ანუ და ჩვენთან ეგრე არის, არ არის ეგრე. ჩვენი ხალხი სხვანაირი არის. ჩვენი ხალხი ძალიან თავდადებული არის. შვილებზე ფიქრობენ, პირველ რიგში რა დაუტოვონ, რა შეუქმნან ღირებული. ხო და ესე გრძელდება და ალევენ მოკლედ სიცოცხლეს შრომაში. ხო და მე არასდროს მიმაჩნია ეგ არ არის ეგ სწორი საქციელი, მაგრამ თუ დავკვირდებთ იმას, რა მდგომარეობაც არის საქართველოში, მეტი გამოსავალი არ არის, ხვდები? სად უნდა იმუშაოს ხო ახალგაზრდა ადამიანმა, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული. მადლობა ჯან. აი სად უნდა იმუშაოს? ახლა რამდენს ყავთ შვილები, ხო, რომლებიც არ სკოლაში სწავლობდნენ, არცად არ სწავლობდნენ და თქვენი სარჩენები არიან ახლა. ნუ ისეთებიაც არიან, ვინც ისწავლა, რა თქმა უნდა, და ვერ მუშაობენ, მაგრამ უმეტესობა მაინც უსწავლელი არის, ხო? ძალიან ბევრი არის. არ შეიძლება ეგრე. არ მუშაობს? რატო დაგყავს ამდენი ხანი სკოლაში? გამაგები ერთი. რო ხედავ შენი შვილი არ სწავლობს, რატო დაგყავს 12 წელიწადი სკოლაში? აი რის გამო? რაში ხარჯავ ფულს? ერთი გამაგებია. რაში ხარჯავთ აი ფულს გამაგებით, რო ხედავთ რომ თქვენი შვილი არ სწავლობს, კიდია ფეხებზე სწავლა. არ სწავლობს. და თქვენ მაინც სკოლა, იქ სკოლაში ვიღაც დაბადების დღე არის, იქ იმას საჩუქარი, ჯერ რა მოიგონენ ეგ. ჯერ ამას საჩუქარი, იმას საჩუქარი და რატო რისი გულისთვის, ანუ გამოიყვან თავის დროზე შეიყვან რამე ხელობა ასწავლე. აქ ეგრე არის მეგობრებო. თუ არ უნდა სწავლო, რამე ხელობა ისწავლოს. რატო იჯენთ თავზე ასე ხო, ანუ შვილებს? არ უნდა დაიჯნოთ. მე იმას მაქვს საუბარი, ვისაც საშუალება გაქვთ და შეგიძლიათ რომ რაღაც აასწავლოთ თქვენ შვილს, მაგრამ იმებზე კი არა ვამბობ, ვისაც საშუალება არ აქვს და მართლა ვერ ასწავლეს მის შვილს. აი ხა მე საერთოდ არ მინდოდა სწავლა, ხო? რატო დაამყავდი 11 წელი სკოლაში მითხარ ერთ-ერთი. ხო შეიძლებოდა მე გამოვეყვანე დედაჩემს სკოლიდან და მესწავლა რამე ან კერვა მესწავლა, ან რაღაცა მესწავლა, ხო? დღეს ხომ ექნებოდა ჩემ რაღაც პროფესია. რატო დავდიოდი მითხარით? ხო, აი რატო დავდიოდ, რო ხედავ რომ არ სწავლობს შენი შვილი, არ უნდა თან გადაყოლა.
არ შეიძლება ხალხნაგნი. თქვენ თუ აფუჭებთ თქვენ შვილებს. თქვენ თვითონვე აფუჭებთ. ხო, მეზობლებსა ნაცებს დასანახად. რესტალა გინდა პროფესიის ზოგადად მე მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ბოზი გამოვიდა. ანუ ხო, რავი, თეატრალურსა მინდოდა ჩაბარება, მაგრამ რა სათქონდა მაგის საშუალება. არავის არ ქონდა, ანუ დედაჩემს არ ქონდა მაგის საშუალება და რანაირად მომეთხოვა, ხო ვერ მოვთხოვდი. ანუ არ მომითხოვია, ხვდები? მე საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და მიუხედავად ასაკისა, ხვდებოდი ხოლმე რა უნდა მომეთხოვა და რა არა. და დედაჩემს რაც რის საშუალებაც არ ქონდა, არ ვთხოვდი, რომ გული არ ტკენოდა, რომ როგორც მშობელმა მე ვერ გამიკეთა ის ყველაფერი, ხვდებით? მე არ ვიყავი დებილი ბავშვი, საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. მე რო გავიზარდე, მე დამაკლდა ცოტა თუ არა. არც ეხლა სელე გვიან, იცი რა არის ჩემო კარგო, როცა ჩემს სამედიცინოს. იცი რა არის ჩემო კარგო, რაღაცა გარკვეული ასაკის მერე უკვე ინტერესი. ფაინე შოთა დარბაზი დამემართა. ინტერეს კარგა ხვდები? ანუ ეხლა ჩემგან უკვე რაღა მსახიობი, რომელი მსახიობი. აქ არის ხა მაგალითად საფრანგეთში არის, აქაც არის. აი Netflix-ის სერიალებზე, ფილმებზე კასტინგები, ხო? ანუ იყო რამდენიმეჯერ ტრანსგენდერი ქალსაც ეძებდნენ. ნუ მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცი, მაინც ხო შემეძლო რაღაც წავსულიყავი კასტინგზე მეცა და ჩემი ბედი, იმიტომ რომ რა ჩემი ოცნება არის ყოველთვის ეხაც ვოცნებობ ხოლმე, რომ რაღაცა რომელიმე ფილმში მეთამაშა სერიალში, მაგრამ ანუ იცი რა არის რაღაც დროის მერე мотивация გეკარგება. ამიტომ სანამ ახალგაზრდა ხარ, ანუ ვაიმე რა ვქნა ბებერი ქალებთან ულაპარაკო. ხო, ნუ რა ვქნა თანამ 30 ქვემოთ ხარ, ხო, უნდა მოასწრო ის გაკეთებაც კიდე. თორემ მე უკვე мотивация გეკარგება. ანუ უნდა გამოიყენო აუცილებლად შესაძლებლობები. გამარჯობა. სად იყავი რო არ ჩარდი ტყნაურობდი. როდესაც შვილს აქვს გადაცება სხვაფეროში ალდროს შეუწყოს პირიქითო. დაიმე ხა ჩემი გადაცება რაშიც იყო ჩემ კარგო მაგაში და შენ რა შემიწყობდა ხელს. მე მინდოდა კავები მწმოდა და მეშრიალა და ტოპ მოდელი ყოფილიყავი. ვაიმე რატო არის ტყოილი? მე მკითხე, მინდა რომ ვისწავლო ოქრომჭედლობა? აჰა. მითხარით მინდა რომ ვისწავლო? ინტერესი მაქვს დაკარგული, ჩემო კარგო, ინტერესი. ოკეი. ინტერესი მაქვს, ანუ აი რა ვიცი მე რა ეს ვერა ვარ მე ცოტა კარგად. სად იყავი 30 წლამდე. ყნაურობდი. მე მაგ ახლა ინტერესის რა ვჭამო, რას ვუყურო და რამდენი საათი ვიძინო. და კიდე კაცებს ნუდები ვაგზავნიო. მე ინტერესი არ მაქვს. უხეშათო, ვაიმე არ მithქვია უხეშად, გოგო ვიხუმრე. მე ესეთი საუბარი ვიცი, არ ვარ უხეში. არა, კი ვარ ხოლმე უხეში, მაგრამ მე თუ უხეშად არ ვიგულისხმობ ამ ყველაფერს. ვაიმე ერთი ბიჭი გავიცანი ხალხნო გერმანიაში ცხოვრობს პოლიციელი არის. ვაიმე ცხენუკა. მეთქი ჩამოდი შედედა მოტყნოლო. ვაიმე რა კაი ბიჭი არის. გერმანიაში მომიდა გადასვლა საცხოვრებლად. ვაიმე წავსულიყავი ქალო გერმანიაში ჩასაბარებლად რა ბიჭები არის იქეთ ამ ბელგიაში არევით არა ქალო.
რა მინდა ბელგიაში რა მამდიოდი ან საფრანგეთში მაიცავსულიყავი პარიზში გვაქანი ქართველებს მეტი კომპლექსიანები არიან ბიჭები ოღონდ მართლა გეუბნებით ხალხო არავინ აქ რა ვიცი გოგო მე ქემ წერენ და იმნაირი ბიჭები ხვიშტირია უიმე გოგო რას ამბობ ვაიმე 400 კილომეტრში ცხოვრობს ჩემგან მეთქი ჩამოდი შედე დამოტყნოლო მაპატიეთ მე ვეწევი რა ვქნა მინდა და ვეწევი არ ბლოკავენ ხვიშტირი ანუ კაი ოპტიმისტი იყავით მუდამო ოპტიმისტი რო არ ვიყო აღა თავი მექნებოდა მოკლოლი ვაიმე რა საშინელება არის ვაიმე ის ბავშვი გამახსენდა ეხლა უცებ თავი რომ მოიკლე დედამისი რომ მოკლა თვალებიდან არ ამომდის კანადაში არის კაი ბიჭები ჩამოგო აუ მინდა კი კანადაში ნამდვილად მეკუთვნის გოგო არიან ვაიმე იმდენი არიან იმდენი მწერენ მაგრამ ვაფშე არავის არ ხვდები აი ხო წარმოგიდგენთ ეხლა რომ ცოტა მე ისეთი მოგულავე ვარ და ბიჭებს ხვდები და ვაიმე ხალხო არა რეალურად არა ვარ ეგეთი არა ვარ მეგობრებო რეალურად ეგეთი გამოძიება მრავ არ ვიცი ოღონდ მართლა არა ვარ ანუ აი რავი გინდა მიჯერად გინდა რა თქვენი გადასაწყვეტი არის კი ვიცახ და ვიბრალებ ხოლმე რაღაცებს მაგრამ რეალურად არა ვარ ეგ თავსიკლო ფაქტორად რო ეწევიო ახლა ერთი ეგი მაძლევს სიამონებას და ეგიც დამიშალეთ აბა რა ვქნა რო არ მოუწიო ხალხ ცხოვრებაში სიამონებას ვიღებ ძილით, მოწევით და ჭამით. მეტი მითხარი რა მანიჭებს ახლა მე სიამოვნებას. და რატო არამწეველი ადამიანები არ კვდებიან? მაგ სპორტსმენები უფრო მალე კვდებიან, ვიდრე მწეველები შენ წარმოიდგინე. გაიხარე მარია. რამდენი ვიცი ქალო სოფელში თუთუნს ეწეოდა მთელი ცხოვრება ესე იგი კილომეტრებიდან ისმოდა მაგათი ხვალა და ზოგი 90 წლის მოკვდა და ზოგი 100 წლის თმე ფილტრიანი მომკლავს არა პრინციპში კი მაგ ხელში ინფექცია მაგრამ მოწევისგან არ არის ეგ სალე რა პროფესიის ხარ მე ვარ ჩემო კარგო პროკურორ გამომძიებელი მსახიობი ადრე პორნო ვარსკვლავიც ვიყავი მე დამბლოკეს ჩემი დის შეყვარებულის ქმარმა გამიჩალიჩა გამაშავა და დამტოვა სამსახურის გარეშე ხალხო განები თავი ესე ჩვეულებრივი ადამიანიაო აკაი ხა მაგას როი ამბობ რაფერ არ გისკდება მიწა და რაფერ არ ვარდები მე თუ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩვეულებრივმა რაღა თქვას მე შევას არ ვიცი რა ვარ დედა მე შევას ვერ დამიდგენია რა ვარ პატარ-პატარა ყველაფერი ვარ მაგრამ ერთი სიმართლე რას არის ვიცი რომ მაკლია მაგაში დარწმუნებული ვარ და სხვათა შორის მიხარია მინდა რომ უფრო მეტი მაკლდეს იმიტომ რომ გიჟები უფრო ბედნიერები არიან ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები ვაიმე გიჟებზე გამახსენდა ქალო რა ვაიმე მეტროში რომ მოკლეს ის ბიჭი ვაიმე აქაც მოხდა მეგობრებო ეგეთი მატარებლების ლიანდაგში ჩამოაგდნენ ძინას მოვიდეს ლოგინის ქვეშ ბიჭმა ჩააგდო ქალი მატარებლის ლიანდაგებში და კიდე კაი რომ მატარებელი არ მოდიოდა ხო და ამოიყვანა როცა თორემ ფსიქოლოგიური პრობლემები მქონია ხო და იცით რა მაინტერესებს ამ გიჟის პატრონებს
არავინ არ გეუბნებათ, რომ სახლში დააბითო, მაგრამ გარეთ რო გამოუშვებთ, ხო გამოყევით რა. ანუ გამოყევით. ცოდო არის ხალხი. აქ ჩააგდენ რამოდენიმე წლის უკან, ხო, ახალი ჩამოსული ვიყავი. ქალი ჩააგდენ ლიანდაკებში, ვიღაცა ბიჭმა კრახელი, მაგრამ უცებ ამოიყვანენ ბელგიაში. უი. აუ არა, ხახო ძალიან მე მაგის მერე ახლოს აღარ ვდგები ისედაც. მეგობრებო, ეს სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 1995 წელს და 2000 წელს. ანუ აღარ არის ეგეთი ხვდებით? ხო და აი ეს რა ქვია, უნდა მოუფრთხილდეთ აუცილებლად, მადლობა ფერიდე. გიჟებით არის სავსე ქვეყანა. ანუ საკუთარსაც კი უნდა მოუფრთხილდეთ. მე კიდე რო ხედავთ, რომ თქვენს ოჯახის წევრს აქ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მადლობა ფერიდე, უნდა მიმართოთ აუცილებლად წაიყვანოთ ექიმთან, მაგრამ ადამიანები იმ დონის გაუნათლებლები არიან და იმ დონის ინფორმაციები არ გააჩნიათ, რომ ვერც კი ხვდებიან, როდესაც მათი ოჯახის წევრი არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. და უბრალოდ აბრალებენ უხასიათობას, ან იმას, რომ სვამს, ან ესე შემდეგ. ვაიმე, თურქეთში 2 შემთხვევა მოხდა ეხა ბოლოს. ერთმა მოკლა ცოლი და 4 შვილი და მეორე მოკლა ოჯახის 6 წევრი ხალხო. და ორივეს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. საქართველოში ხო მოხდა, იქ სადღაც აჭარაში არ იყო? კაცმა რო ცოლ-შვილი მოკლა და მე თავი მოიკლა. საქართველოში ელემენტარული ფსიქოლოგთა მიხვდა გიჟად შეგრაცხავენო. ხო და იმიტომ რომ ეგეთი სტერეოტიპები არის, ჩვენთან ხვდები, ეგეთი სტერეოტიპები არის, რომ ესე რა ქვია, ფსიქოლოგთან ვიზიტი არის გიჟად გამოცხადება. ნარკოტიკებსგან აქვთ ფსიქიკური პრობლემებიო. აუ არ არის ეგრე ჩემო კარგო, ეხა რავი, ანუ ყველა შემთხვევაში ნარკოტიკებს ნუ დავაბრალებთ. ნარკომანი ადამიანი, აი რასაც ქვია შემჯდარი ადამიანი, საშიში არის, ნუ გააჩნია რას იღებს ეხა, თორე ეხა რავი კლუბური ნარკოტიკის მოხმარებით ადამიანი ვერ გაგიჟდება ეხა. ქალო 3 წელი ვიყავი შემჯდარი გიჟივით, ყველაფერს ვიყრიდი ხოლმე ცხვირში და პირში. ხო და ნუ ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ უკვე რო შევატყვე, რომ ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე. მოვშორდი თურქეთს მაგ პერიოდში და რო ჩავედი საქართველოში, იქ ვეზებდი და ვერ ვნახულობდი, სადმე ყიდა და მაგან მიშველა. მე ვნახე, ვიყიდე 2 ცალი ექსტაზი მახსოვს. გადავიხადე 200 ლარი. მოვედი სახლში, იასამნისფერები იყო, არ დამავიწყდება. მოვედი სახლში და ერთ ნახევარსაათი ვფიქრობდი დამელია თუ არა. ფიქრობდი, რამდენიმე თვე აღარ მქონდა დალევი და გიჟივით მინდოდა, ვერ ვითმენდი. და ავიღერცალ და დავლიე, გადავყლაპე, ეს იასამნისფერი იყო, ეგ ექსტაზი, არ ამომივა თვალებიდან ფორმა და ფერი. და როგორც კი დავლიე და დავჯექი, დამეწყო პანიკები. და ანუ ვერ ხარ მოვასწარი, უკვე იწყებდა გახსნას. წავედი, ავირიე გული, ძალიან ვაიმე საშინელება იყო ღმერთო. რა არ ვქენი მოკლედ, რა შემეძლო ამოვიღე რა. ხო და ნუ ხა ცოტა კი გავიდა ტვინში, მაგრამ ის მეორე ეგრევე ჩავაგდე უნიტაზში და ჩავრეცხე, ჩავუშვი და ეგ იყო. მაგის მერე მე აღარ ჩამიყლაპია.
მაგრამ არ მოგატყუებ და მაგ ხოლმე სურვილი ხანდახან აი შემომიტევს ხოლმე აი მაგ ხოლმე ხა პერიოდი მაგალითად ეს დღეები მქონდა შემომიტია ძალიან ხოთაშორის მინდოდა დამელია მაგრამ მგონია რომ დღეს გადავლახე ეგ სურვილი და ესე გრძელდება ხვდები ანუ მე მგონია რომ ამას თავს ვერასდროს ვერ დააღწევ უბრალოდ მერე და მერე სწავლობ კონტროლს ალბათ მე არავინ არ დამხმარებია საერთოდ აი საერთოდ არ უნდა დამხმარებია ჩემით გავაკეთე ყველაფერი აბსოლუტურად მაგრამ მაგ ხოლმე სურვილი რა ვქნა ეხა მაგ რა გავაკეთო მაგრამ არ შვები მიუხედავად იმისა რომ აქ ყრია და გთავაზობენ ანუ იცი რა მომენტი არის ხა ანუ ცოტა ისეთი თემა არის ხვდებით როდესაც კაიფობ რაღაცით იმ კაიფის დროს გსიამოვნებს ძალიან ბევრი რამ მაგრამ ფხიზელი თვალით მე უკვე აღარაფერი აღარ გსიამოვნებს არც კოცნა არც მოფერება არც ჩახუტება არც საერთოდ აღარაფერი აღარ გსიამოვნებს ხვდებით და ვერ იღებ ვერანაირ სიამოვნებას მაქსიმალურს ხვდებით და ხარ ყოველთვის თითქოს და სიამოვნებისგან ანუ მარტო სექსი კი არ მაქვს ხა საუბარი კაცო სიამოვნებისგან არა ხარ რა დაკმაყოფილებული და კიდე რომ დაკმაყოფილდე ამ სიამოვნებით ზუსტად ხსნი ნუ რავი რასაც მე ვგრძნობ იმას ვამბობ იმიტომ რომ ვიცი რომ მაქსიმალური სიამოვნებას მე მივიღებ იქ მაგრამ ფხიზელზე მე ვერ ვღებულობ მაქსიმალურ სიამოვნებას ისეც როგორიც მე მაქვს ნანახი და განცდილი მაგრამ ისიც ვიცი რომ თუ კი დავიწყებ ისევ მიღებას მე ვეღარ შევწყვიტავ გამორიცხული არის და დავიღუპავ საკუთარ თავს მოკლედ და ამიტომ ვფიქრობ რომ ჩემს თავს მაგას აღარ გავუკეთებ აღარასოდეს იმიტომ რომ ისედაც ბევრი რამე გადავიტანე ცხოვრებაში ისედაც ბევრი სიმწარე ვნახე ბევრი სირთულეები და კიდე მაგ უბედურებაში ვეღარ ჩავიგდებ ჩემ თავს მოკლედ ნარკოტიკზე მაქვს საუბარი არღი ხო საკუთარი თავის ფასად ნამდვილად არღის გეთანხმები ხო აი გეთანხმები კი მე ბობოს ვეღარ მოვექცევი ისე როგორც ვექცეოდი გამორიცხული არის არარსებული არის აი ხანდახან ხო ერთხელ არ დამავიწყდება ესე იგი მთელი დღე და ღამე კაიფში ვიყავი და არც საჭმელი ქონდა ბობოს ხო და ვაიმე ისეთ ცუდ დღეში ჩავარდი ვაიმე ისეთი ცუდი რაღაცები მემართებოდა ღმერთო მე მარტო ცხოვრობდი რომ ვიწექი ხამე ხო უცებ შემეშინდებოდა და ანუ რისი მეშინოდა არ ვიცი ოღონდ ხო და წამოვდგებოდი და ვტიროდი ოღონდ რაზე ვტიროდი არ ვიცი გიჟივით დავიწყებდი ტირილს ვტიროდი მეგობარი მყავდა ერთი ხა დაქალი მყავდა იქ მე რომ მეგონა რომ დაქალი იყო პრინციპში კი ხვდებოდი რო არ იყო მაგრამ ხო და დავურეკე ერთხელ იმას რომ მეთქი ცუდათავა რაღაცა მინდოდა რომ ჩემ გვერდით ვიღაც ყოფილიყო და ეხა ეგ მუშაობდა თვითონ და მოგოთ კაი დამშვიდი დაწყნარდი დამამშვიდა ტელეფონზე და მე მახსოვს ერთი ბიჭი იყო ეხა აქ არის ბელგიაში და ეგ გამოვიდა ჩემთან და დარჩა ხამე ისეთი შიშები მქონდა ძალიან მეშინოდა რომ მეორე ოთახიდან ვიღაცა მიყურებდა თან ორჯერ ისამემართა რა ქვია მაგას გუზე რო გაწვება რაღაც და გეღვიძება ეგ დამემართა ორჯერ მაგანაც ცალკე შემაშინა დედაჩემმა მაგაზე სულ დამაპანიკა ეშმაკება მოგაკითხენო ზედოზირების არა მაგის არ მოშინოდა
იცი რა იყო მე არ ვურევდი რაღაცებს ერთმანეთში აი ერთმანეთს რაღაცებში არ ვურევდი გესმის არც სასმელს არის იშვიათად სასმელი შემერია მაგრამ ძალიან ცუდად გამხვდარ ვარ კი ჰალუცინაციები кайფის დროს კიდე ისე არა ნუ იტოქში ბოლოს რომ მივხვდი რომ ძალიან ყლეურად ვიქცეოდი და ძალიან ამაზრზენად ვიქცეოდი მაგიტო წამოვედი საქართველოში და კიდე კაი რომ წამოვედი თორე ალბათ დღეს რავი ანუ სავარაუდოდ ამ მკვდარი ვიქნებოდი ან და უკანასკნელი ნარკომანი შეიცვლებიო რას ნიშნავს შევიცვლები არა მე არ დამიწყია ადამიანს ვენდე მადლობა ია მე რომ დავდიოდი კლუბში და რომ ხედავდი ადამიანებს რომლებიც кайფობდნენ ხო დავცინოდი მეთქი რას გვანან ანუ სახე ასე ხარ გეფიცები თან კევდახეჭო და აი თვალე ვახთ უჟას გავხარო ხო და დავცინოდი ანუ მეთქი ანუ რატო იღუპავენ თავს რატო სვამენ რას გვანან ჯერ გაოფლიანებული საშინელება და მე ვხვდებოდი ერთ ბიჭს რომელიც იყო აი როგორ გითხრათ ეხა აი სპეცრაზმი ხო რომელიც არის სპეციალური რაღაც ანუ სპეციალურად გადამზადებულები არიან მოკლედ ძალიან ისეთები არიან რა აი სერიოზული სპეცრაზმელი რასაც ქვია და გავიცანი ერთი ბიჭი მაქედან და ანუ დავიწყეთ ურთიერთობა ხო როგორი ურთიერთობა იცით აი ძალიან დაფარული ურთიერთობა ანუ ნუ მე ჩემთვის არ იყო პრობლემა რა თქმა უნდა მაგრამ მისთვის იყო პრობლემა მაგრამ იმდენად მომწონდა და იმდენად ვენდობოდი რომ მომაწოდა ერთხელ სუპერმენები მოიტანა ერთხელ 3 ცალი არა ბოდიში მეტი მოიტანა 4 ცალი თუ რაღაც და ერთი თვე დალია და სუპერმენები მოიტანა ექსტაზები 3 ცალი და ანუ მაწოდის რომ დალიეო ანუ ჩემთან ერთად გამისწორეო რა მინდა რომ როგორც მე ვიქნები ისე იყო შენцо რომ მაქსიმალურად ბედნიერად ვიყავთო და მეთქი ანუ არ მინდა კაცო მეთქი მე არ ვსვამ არ მინდა მეთქი რომ შევეჩვიო მეთქი და ანუ ხა შენო რა გჯერაო რომ მე შენ ცუც რამეს მოგაწოდებო ეგრე მიცნობო ხო და მეთქი როგორ იქნება მეთქი ანუ ძალიან კარგად იქნებიო რა ხო და მე ხა ეგრე რომ მითხრა რომ ცუც ხوار გირჩევო მართლა არ ვიცნობდი ისე რომ რაღაცა ცუც თუ მეტყდა რამეს არ მეგონა და გამოვართვი დავლიე და რა დავლიე ხო და ძალიან ჩვეულებრივად ვიყავი და მეთქი ეს რა არის მეთქი ანუ არაფერი არ მიქნა მეთქი საერთოდ თქო და ანუ დრო უნდაო რა მოდუნდია და ვიჯექით რაღაცაზე საუბრობდით და ფეხებიდან ვიგრძენი რაღაც მოდის რა მაღლა სულ ბოლოდან მოდის რაღაც მუცელში სასიამოვნო დამაჟრიალა ამოვიდა და უცებ რაღაც თავიდან გამიქრა ყველაფერი ცუდი რაც კი არსებობდა ჩემს თავში და აი უცებ გავხდი როგორი ადამიანი იცით კი არ დავდიოდი დავფრინავდი ანუ ვიღავი უბედნიერესი აი რა ვიცი სიამოვნების განცდა მქონდა თითქოს აი მოვკვდი და 6-4-ში მოვხვდი ეგეთი დაახლოებით ვაიმე ცოტა სხვანაირად არ გაიგო ცოტა ისე ხსნი ეხა მაგრამ რაც რეალურად არის იმას ვამბობ და მოკლედ იმდენად უცხო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი და იმდენად გამაბედნიერა რომ იმ ღამეს მაინც არ მოყვეო იმ ღამეს დავლიე 3-ვე ხალხნო ანუ 3 ექსტაზი დავლიე წარმოიდგინეთ პირველ ჯერზე დავლიე 3 ექსტაზი დილით მე გვიან ჩამეძინა ვიღვიძებ ეს არ არის წასული არის სახლში
ვიხვიძებ დილით და ცუდათავარ, ანუ მთელი სხეული მიკანკალებს, ოღონდ ანუ იმენად ცუდათავარ. აი როგორ ცუდათავარ, იცით? აი ვერ აგიხსნით. თან ყველაზე ცუდი რა იყო, იცით? ამას ვერ დაუკავშირდებოდი. ანუ ვერ ვუკავშირდებოდი ამას ვერასდროს. ყოველთვის თვითონ მიკავშირდებოდა. რომ მეკითხა რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ხო და მე ერთ მეგობარს დავურეკე და მეთქი ძალიან ცუდათავარ მეთქი ანუ უნდა დალიო ეჭველი კიდო თუ არ დალეო ძალიან ცუდად გახდებიო. ვაიმე გავიქეცი გაძეძილი მოკლედ გაძეძილი თმებით დაუბანელი რაღაცა და იქ იყო ერთი უბანი თარლაბაში და მან ყიდიან ქუჩაში ღამით ოღონ როგორი უბანი იცით აი რო შეხვალ და შიშველი რო გამოხვალ იქიდან ყველაფერს ვყარავენ ოღონ რა თქმა უნდა თუ მყიდველი ხარ არაფერს არ გეუბნები. შევედი ვიყიდე 2 ცალი მოვედი დავლიე და როგორც კი დავლიე და როგორც კი გახსნა ისე კარგად გავხდი მოკლედ ძალიან ბედნიერად გამოვეწყვე წავედი კლუბში მთელი ღამე ვიმუშავე მოვედი დავიძინე მე გავიღვიძე კიდე ცუდათავარ ოღონ ისე ცუდად აღარ ვიყავი როგორც წინა დღეს თვალებზე დამემართა რაღაც ანუ ჩამიწითლდა თვალები და ცრემლები მომდიოდა ვერ ვიჩერებდი ექიმთან ვერ წავედი იმიტომ რომ საბუთები არ მქონდა ვიყავი აფთიაქში მისული და ესე რა ქვია რაღაცა ისეთი ვიყიდე შესაწყვეტებელი და მაგებს ვიწვეთებდი და მაინც ვერ მოვიშორე მოკლედ კაი ხარ მე ესე დაიწყო ჩემო მეგობრებო ანუ მე უკვე ამას მოყვა კოკაინი იქ რაღაცა ტაში ამფეტამინი მოკლედ ნემსის გარდა ყველაფერი აბსოლუტურად ვისაც რასაც მომაწოდებდნენ არაფერზე არ ვამბობდი უარს მე ამ ყველაფერმა რა გამიკეთა ამ ყველაფერმა მომწყვიტა რეალურ სამყაროს და ფხიზელზე რავით საკეს ჩახედვაც არ მინდოდა მოკლედ კაი ხანი ვიყავი ესე რა ანუ როცა დავიწყე უკვე ძალიან ამაზრზე რაღაცებს ვაკეთებდი მაგრამ ხანდახან კარგად ვერთობოდი როგორ დააღწიე თავი წამოვედი იქიდან უბრალოდ საქართველოში ჩავედი და იქ დავანებე თავი 10 წლის ბობო მეწოდებოდა ყველაზე მეტად. იცი რა არის მგონი ბობომაც დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერზე. იმიტომ მეწოდებოდა ბობო რომ ყურადღებოდ ვტოვებდი, ესე გამოდიოდა, ხო? ანუ სულ ისე მიყურებდა ხოლმე. მე არა მეტადონი. ვაიმე ერთხელ დივანზე ვიწექი და რაღაც ჩათაობდი ტელეფონში, ხო და ვხედავ კაცო რაღაცა ლომივით მოდის ხალხნო კორიდორიდან. ვაიმე, ოღონდ მართლა ლომი მომეჩვენა. ხო და ბობო მოდიოდა, ვაიმე მეთქი ეს რა არის? პირველი ჰალუცინაციები რომ ნახე როგორ შემეშინდა. მოკლედ საშინელება არა, არასოდეს არ გაეკაროთ. თორე ძალიან ინანებთ მეგობრებო. ნუ არიან ადამიანები, ვისაც ნებისყოფა აქვთ და მაგალითად თვეში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ სვამენ. და არავინ არ ამომყავს საერთოდ სასაუბროდ. მაგრამ ეხლა ყველას ხო არა აქვს მეგობრებო ნებისყოფა წარმოვიდგინე ეხლა ანუ დასტრესილი ხარ 1000 პრობლემები სულ ბრძოლა გიწევს და უცებ რაღაცას ნახულობ რომელიც გაბედნიერებს ხვდები მე იმ ბედნიერებისგან თავის დაღწევა იმ რაღაც მოჩვენებითი ბედნიერებისგან თავის დაღწევა არის ძალიან რთული და ამიტომ ნურავის ნუ დავუჯერებთ ნურავის ნუ დავუჯერებთ საერთოდ განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომლებიც მოგაწოდებენ და ყველაზე ცუდი გითხრათ რავი მაშინ მე არ მიმიწოდებია მაგრამ ჩემ დაქალს უთხარი რომ ძალიან მაგარი იყო და ჩემი თქმის მერე დაიწყო იმას დალევა უბრალოდ ერთად ვიყიდეთ ხო
და ჩემზე მეცვამდა. ხო, ეს ამა განაკეთები. რავი, მაშინ მეგონა თუ ცუც არაფერს არ ვაკეთებდი. ვერ ხვდებოდი. როგორ ცასხვის ყვავილი რა თმინდა? მაგ ბიჭს როგორ დაშორდი? მე არ დავშორები ვარ, თვითონ დაიკარგა ერთხელაც. ანუ უბრალოდ დაიკარგა. და აღარც გამოჩენილა იმის მერე. და გავიწყდეს ვაიმე. ვაიმე ღმერთო მომკალი თვინმე თომა. მომწერე ვაფშე ინსტაგრამში. მადლობა მეგობრებო. კი დედაშენმა მასწავლა კაი მინეტს გაკეთება. მადლობა. ეგ რა არის? ყველაფერი გამისინჯას მე გენაცვალე. ნემსების კარტა. 10 წელია ყავს. მადლობა. აია, გაიხარეთ ჩემო კარგო. ანუ იცი რა სიცოცხლე არის ხვდები, ან თავი არ უნდა დაიღუპო ადამიანმა. თან ნების ყოფა თუ არ გაქვს. კი მყავდა თურქეთში. ბევრი რამე არის, რითაც მიიღებს სიამოვნებას ადამიანი. ისე მე ანუ ნარკოტიკს და სასმელს ერთდროულად დავანებე თავი ორივეს. ძალიან ბევრს ვსვამდი, ხო მართლა ძალიან ბევრს ვსვამდი. გიჟივით ვსვამდი, ანუ რამე ისეთი კი არა, ანუ სერიოზულად ვსვამდით. მკურნალობით? არა. არა, უბრალოდ ჩემით ყველაფერს აბსოლუტურად. მე არა ვარ სუსტი ადამიანი. კი, რაღაც სისუსტეები მაქვს, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვარ. იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და თავად მეც წარმომიდგენია. მაგრამ ხანდახან მაინც მაქვს ხოლმე ხა სურვილები, ეშმაკი შემომიჩდება. მადლობა თამარი, მაგრამ პირში ვაძლევ და ისე უშვებ ჩემო კარგო ეშმაკს. ჰორმონებს არ ვიღებდი, მე არ დამილევია. მეორე დღიდან და რა დეპრესია. აუ, ეგენიც ვისწავლე მე ჩემო კარგო, ეხა მე ყველაფერი ვისწავლე აბსოლუტურად, რა როგორ უნდა მოქცეულიყავი, რომ ცუდად არ ყოფილიყავი. მადლობა თამარი. მაგრამ რა თქმა უნდა არის კარგი, არ არის კარგი, ხვდებით? აი არ არის კარგი. საშინელება არის, ანუ დაწერე რა გაინტერესებს ზუსტად, ანუ ვიზა გაქვს გასული თუ რის გაკეთება გინდა. თმა შენია, მეზობლის არის. ჰალუცინაციის დროს რას ხედავდი? რავი, თუ ვინმე მყავდა გვერდით, ხედავდი რომ სხვადასხვა სახეები ქონდა ხოლმე. ხან ბებერი ქალის, ხან მელოდი კაცის, ხან რაღაცა უჟასი, ხან რაღაც ცხოველის თავი. რას ნანობო? ტრანსი რო ხარო. ანუ ცოტა რაღაც ალოგიკური შეკითხვა არის. სინანული რა შუაში არის ამ ყველაფერთან. ნუ ის და სწორი არის, მაგრამ ჭირდება მაინც დასწორება. გოთვერანი დედაშენია. ვინმე საბუთობს ჩალეჩავს რომ გადავიდე. შენ გინდა ყალბის საბუთების დამზადება? ყალბის საბუთებს ვინ დაგიმზადებს? გადახვიდე და გადმოხვიდე. უი, არა, მაგენ საღად ხდება. აბა ისი დამზადება გინდა, ანუ მე ვიცი ვიზას რო აკეთებენ, ხო? ანუ სამუშაო ვიზა რო გჭირდება. მეტი რის გაკეთება შეიძლება თურქეთში. ვიზა თუ გაქვს გასული, ვერაფერი ვერ გიშველის. ვიზა გაქვს გასული? ვიზა თუ გაქვს გასული, ვერაფერი ვერ გიშველეს საერთოდ. ეგ ტყუილი არის.
ეგენი ადრე კეთდებოდა, ეხლა არ კეთდება ეგეთი რაღაცეები. გულის წასვლები არა. სელა დრო უკან დააბრუნო ამდენი სირთულეების მიუხედავად ვის აირჩე. აუ რა არასწორად ფიქრობ უკვე აი რატო გონია რომ არჩევანი არის იყო ტრანსგენდერი ქალი. არჩევნით შეგიძლია აირჩიო პროფესია, აარჩიო პარტნიორი, აარჩიო ტანსაცმელი, მაგრამ შენი მდგომარეობა როგორ შეიძლება აარჩიო ადამიანმა, ანუ შენი იდენტობა როგორ შეიძლება აარჩიო. სასწაული არ უფრო არ იციან როგორ დასვან შეკითხვა. იცი რა არის მეც ბევრ რაღაცებზე არ მქონდა ინფორმაცია და არც არ მაქვს ეხა ინფორმაცია ხო რაღაცებზე და ვგებულობ. მაგრამ მაინც რავი, ანუ ცოტა რომ დავფიქრდეთ ადამიანები, რაღაცებს მივხვდებით, ესე მგონია. აი რატო უნდა ამერჩია ეხლა მე შენი აზრით, მადლობა ია. რატო უნდა ამერჩია ეხლა მე შენი აზრით ისეთ ცხოვრება, რომ მეცოდინებოდა, რომ სადაც წავალ ადამიანების უმეტესობას შევეზიზღები, ქუჩაში ვიღაც შემომაგინებს, ვიღაც შემომაფურთხებს. რა ვიცი, დიდი ალბათობა არის იმის, რომ ვიღაცა მომკლავს, იმიტომ რომ ტრანსგენდერი ქალის დაბერება ცოტა იშვიათი მოვლენა არის. რატო უნდა ამერჩია, ხო? მაშინ ვიქნებოდი როგორც გეი მამაკაცი და რავი მოვიყვანდი ცოლს როგორც ყავთ მოყვანილი ცოლები და მექნებოდა ორი ცხოვრება, ანუ ერთი მექნებოდა ჩვეულებრივი მამაკაცის ცხოვრება, სადაც სუფრაზე დავждდებოდა სათგრძელობებს ვიტყოდი ვაჟკაცობის და მეორე მექნებოდა ჩუმად შევხვდებოდი ქალაქში, სადმე რო წავიდოდი, გადმოწერდი გრინდერს და შევხვდებოდი ბიჭებს და ვიტყნაურებდი ტრაქში, ანუ ორი ცხოვრება მექნებოდა, ხო? ძალიან შვიდი, წყნარი, ვერავნერობს ვერ გაიგებდა. რატო ავირჩევდი ხო ესეთ ცხოვრებას, ხო? გეი მამაკაცი მის თავს ყოველთვის დამალავს, მაგრამ ტრანსგენდერი ქალი მის თავს ვერასდროს ვერ დამალავს, ხო? როგორ უნდა დამალოს? ნუ ის შემთხვევაში თუ კი მაგალითად ოპერაცია გაკეთებული და საერთოდ არ ეთყობა, რომ ტრანსგენდერი ქალი არის. ხო და რატო უნდა ამერჩია ხა მე ესეთი ცხოვრება, ანუ გიჟი ხო არ ვიყავი. მე კი არ ამირჩევი, მე ესეთი დავიბადე. მე არა მაქვს მეგობრებო პრეტენზია იმაზე, რომ შეგედაროთ როგორც ქალებს, ვერ შეგედრებით ვერასდროს სამწუხაროდ მე არ ვარ ბიოლოგიურად დაბადებული ქალად. დავიბადე მამაკაცად ბიოლოგიურად და არც ვედრები არცეთ ქალს, რომ გინდა თუ არა მე და შენ ვართ ორივე ერთი რაღაცა, ერთნაირი ქალები. როგორ შეიძლება ვიყოთ ერთნაირი ქალები, როდესაც მე არ შემიძლია ის, რაც შეგიძლია შენ, ხო? გააჩინო ბავშვი, იყო დედა, თუნდაც არ გააჩინო ბავშვი, ბიოლოგიურად შენ ყოველთვის ქალი იქნები და მე რაც არ უნდა გავიკეთო ბიოლოგიურად, მე მამაკაცად დავიბადე და ამას ვერ შევცვლი, ხვდები? მთელი არსებით, მთელი ჩემი გულით მინდოდა რომ დაავადებულიყავი როგორც ნამდვილი ბიოლოგიური ქალი. მაგრამ მე ამის არჩევნის უფლება არავინ არ მომცა. მე რო ბიოლოგიურად ქალი დაავადებულიყავი, ვიქნებოდი ჩვეულებრივი უბედნიერესი ქალი ალბათ, მე ესე ვფიქრობ. ალბათ ვიქნებოდი დედა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, დიდად არ მიყვარს ბავშვები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას. ნუ ყოველ შემთხვევაში არასდროს არ დავდგებოდი როგორ გზაზე, იცით, როგორც ბიოლოგიურად ნამდვილი ქალი. არასდროს არ გავყიდდი ჩემს სხეულს მაგალითად. არ ვიკადრებდი მაგას არასოდეს. იმიტომ რომ მე მექნებოდა რაღაცეების არჩევნის უფლება. ხვდებით, როგორც ბიოლოგიურ ქალს, მაგრამ როგორც ტრანსგენდერ ქალს
საქართველოში მე არ მქონდა არჩევის უფლება, ხვდებით? მე არ შემეძლო მემუშავა მაღაზიაში, მე არ შემეძლო მემუშავა დამლაგებლად, მე არ შემეძლო მემუშავა მესწავლა და მემუშავა ბანკში და ესე შემდეგ, ხვდებით? ერთადერთი ჩემი სამსახური რაც იქნებოდა სექსმუშაკობა, იმიტომ რომ იმის იქეთ არ არსებობდა არაფერი. მაგრამ ბიოლოგიური ქალის შემთხვევაში ასე არ არის, ჩემო კარგო. ბიოლოგიურ ქალს ყოველთვის აქვს არჩევის უფლება. შეუძლია შევიდეს თავისუფლად ისწავლოს, დაეუფლოს პროფესიას და იმუშაოს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია. თქვენ გესიამოვნებათ, რომ შეხვიდეთ უნივერსიტეტში, მაგალითად, ვინც ხართ უნივერსიტეტში, ყველა თქვენ გიყურებდეთ შესვლის დროს, ზოგი იცინოდეს, ზოგი გაგინებდეთ ზურგს უკან და ზოგი ზიზღის თვალებით გიყურებდეთ. გესიამოვნებათ, შეძლებთ ისწავლოთ რამე? აი ამ ემოციურ ფონზე, რაც თქვენ გარშემო ხდება, რომ ესე გიყურებენ, ყოველთვის თქვენ გიყურებენ, ყოველთვის. ვერ ისწავლი, ხვდები? ანუ დაიო დედა. ვერ ისწავლი. იმიტომ რომ არ მოგცემი მაგის ვერ ისწავლი. იმიტომ რომ არ მოგცემი მაგის ანუ მეც მინდა დაბადებულიყავი ნამდვილ ბიოლოგიური ქალად, მაგრამ ვერ დავიბადე ესე დამოწმული რა გავაკეთო. მითხარით რა გავაკეთო. ანუ რითი იქნებით კმაყოფილები, რომ გავაკეთო, მითხარით, აბა, აი რა გავაკეთო, ხო? რა ვქნა, წავიდე, ამოვიღო ეს სილიკონები, დავიწყო ისე მამაკაცის ჰორმონის დალევა და ამოუშვა წვერები და მოვიყვანო ცოლი, ანუ და მე ტაშს დამიკრავთ. და დავიწყო ეკლესიაში სიარული და ლოცვები და მე ტაშს დამიკრავთ, რომ სწორგზას დადექიო და ძალიან მაინტერესებს ერთი რომელს გინდათ თქვენი შვილი გააყოლოთ ისეთ ცოლად, რომელიც სინამდვილეში მამაკაცი არ არის. მითხარით ერთი. გესიამოვნებათ? იცით რამდენ ქალს უზის სახლში გეიქმრათ? გული გეტკინება, იმიტომ რომ გეის არ შეუძლია მეგობრებო ქალის სიყვარული. გეი თქვენ ვერ შეგიყვარებთ მეგობრებო, გამორიცხული არის. თქვენ მისთვის არასდროს იქნებით სასურველი. უბრალოდ ის როლს ითამაშებს, როგორც შეიძლება მოსიყვარულე ქმარი, სექსის ექნება თქვენთან, ყველაფერი ჩვეულებრივად, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი იქნება ყალბი და თქვენ მთელი ცხოვრება იცხოვრებთ სიყალბეში. და იქნებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც თქვენ საერთოდ არ მოწონხართ. და რეალურად მოწონს მამაკაცები. გინდათ ესეთი ქმარი გვერდით, როგორც ქალს. ნუ ხა თუ ბისექსუალი არის, მაშინ შემთხვევაში კიდე ჯანდაბას ხო, ბისექსუალი, ოკეი. მაგრამ ვის გინდათ მითხარი ერთი? Hi. შენ არ გულისხმობ, უბრალოდ გეკითხები, როგორ ფიქრობ ტრანსების უმეტესობას, რატომ აქვს გეისთან აგრესია. ზოგადად ჩემო კარგო, ქართველი ლგბტＱ ადამიანების უმეტესობა არის ეგეთი და არ არის დამოკიდებული მაგაზე. სამწუხარო არის, მაგრამ ფაქტი არის, რომ საქართველოში როგორც ჰეტერო და სისგენდერი ადამიანები, თავად ტრანსგენდერი ქალებიც, გეებიც, ლესბებიც არიან ტრანსფობებიც და ჰომოფობებიც. რატო არ მუშაობს კარგად? არა. განსხვავდები.
აი შვილის გაჩენაზე არ არის ხა საუბარი კაცო ხა მასე რამდენი ხალი არის არ შეუძლია შვილის გაჩენა იმას კი არნიშნავს რომ ხალი არ არის ანუ ხა ბიოლოგიურად დაბადებული ხალი სულ სხვა არის და მე სულ სხვა ვარ ხა როგორ შეიძლება თქვა მე რომ მე და შენ ვართ ორივე ერთნაირები რაც არ უნდა ჰორმონალური თერაპია ჰორმონები ვსვა მთელი ცხოვრება და ერთი კი არა 5 მუტელი გავიკეთე ხო მე იმ რეალობას ვერ შევცვლი რომ შენ დაიბადე ბიოლოგიურ ხალად მე დავიბადე ჩემს სხეულზე არის საუბარი ბიოლოგიურ მამაკაცად ვიდეო და საუბარი 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 გოძლებს ჩავთ რაღაცა დეტაკა ძლებს ჩავთ რაიმე დედა ორივე ერთმანეთზე უარესი არის ასეთ ქვეყანაში ვარ და წავიდა ევროპაში თქვენ გიყურებენო ნახო რაღაც არ არის ესია მოუნო სხეულზე არის კაცო აქ საუბარი თორე ხა მე რო ხალი ვარ მაგას წყალი არ გავა ხო დედა იმენა დედა შენი არის ჰოტ დედა ყავს უი მე ჩემი სიყვარული აუ რაღაცნაირ ხასიათზე ვარ კაცო გრძნობაზე კი არ მაქვს მე საუბარი ხარ სხეულზე საუბარი და იმ რეალობაზე რაც არის ხა კაცო თორე თავს რო ხალათ აუგზნობდე 4 ზუსტ კი არ ჩავიდებდი ასელა კარგი ადამიანი ხარ და თავიდანვე ხალი ყოფილიყავი და ამდენს გადადა არ დაგჭირებოდა ფიქრობ რომ ვიქნებოდი ძალიან წარმატებული ხალი იმიტომ რომ ვიქნებოდი ნუ ეს ჭკუა თუ მექნებოდა რა თქმა უნდა არ მექნებოდა რაღაცეებში დაბრკოლება რაშიც ეხლა მაქვს კადები მიყვარს მაგრამ დიდად ეხძაღლები რომ მერჩევნია ოიმიდე და ნუ ეხლა მე რაღაცეებში მოკაც დაბრკოლებები ამის გამო მაგრამ კიდია გაიხარე ჩემო კარგო მან გიგრძნია თავი გარიყოლა საკუთარი იდენტობის გამო ყოველთვის გრძნობ იცი ყოველთვის გრძნობ რომ რაღაცნაირად აი როგორ გითხრა შანსი რომ ვიღაც მაგ გაგრძნობინოს კი როგორ არა ვარ გუგავდა
მაგრამ ეგეთ რაღაცებს მე ეჩვევი, იცი რა არის? რაღაცების გადატანა რო გიწევს, მე უკვე ამ ყველაფერზე რაღაც იმუნიტეტი გიყალიბდება, ესე ვთქვათ და მე უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენ. შეთვის მაგალითად ეხა მე რო ჩავიარო ქუჩაში და ვიღაცამ გამომხედოს ან გაიცინოს და აი შეხედე ლამარა შეხედე ვინ მოდის. უკვე რეაქცია აღარა მაქვს ხვდები, იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი მაგას არ გააკეთებს და ყლებს ყურადღებას აღარ ვაქცევ დიდი ხანია. მე ამოდი ხო და რა აფირისტი ხარ მაინე ტრაკივე რა მოწია რატო ხარ აფირისტი ან თუნდაც ინტერნეტში ბულინგი და კომენტარები ცუდი ნუ თავიდან ხა რა თქმა უნდა მეც განვიცდიდი უცხოელებსაც აქვთ როგორ მეც განვიცდიდი თავიდან ცუდ რაღაცებს რომ იწერდნენ ხოლმე ძალიან ბრაზდებოდი და მინდოდა მომეკლა მაგრამ მე იყიდებ ხვდები აღარაფერს აღარ წარმოადგენ შენთვის აი საერთოდ მოსულა ქაბატონი არ მომიკითხო ერთი ან მოვკვდი ან მორჩი მე უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს ხვდები აი ცუდ კომენტარებს რომ იწერენ ხოლმე რავი აი ხუმრობით თუ გავცემ ხოლმე პასუხს თორე ჩემთვის უკვე საერთოდ აღარაფერს აღარ წარმოადგენენ აი რა უნდა მითხრან ისეთი რომ ვინმე გული მატკინოს ჩემი გულისკენა მარტო შეუძლიათ იმ ადამიანებს რომლებიც მიყვარს მათგან მეწყინება და გული მეტკინება, მაგრამ ადამიანებს რომლებსაც არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არიან, იმათგან აღარ მწყეს აღარაფერი. თან არ მიყვარს ხოლმე ესე თქმა, მაგრამ იმდენ ადამიანს ვუყვარო არა, რომ ანუ ეგ სიყვარული ფარავს ამ ყველაფერს. ესეც არის, ხო? ფარავს ამ ყველაფერს. თავიდან ხოლმე მეგონა თუ ადამიანები იმიტომ მიწერდნენ რომ მიყვარ ხარ და რაღაცა მეგონა პროსტა მეკაიფებოდნენ მართლა ეგეთ შეგრძნება მქონდა მაგრამ მე უკვე ისეთი იმდენი ადამიანი გამოჩნდა და ისეთ ადამიანებთან მქონდა საუბარი რომ ცოტა შოკირებული ვიყავი და მე თითქოს დავიჯერე რომ მართლა ვიღაცებს შეიძლება ვუყვარდე რა პროსტა ვევასებოდე და რაღაცა ჩემი გულშემატკივრები იყვნენ და რაღაც ჩემთვის ცუდი არ უნდოდეთ ხო და ეგეც არის და მაგალითად დადებითად იმოქმედა ჩემზე ხო მაგალითად ხალხის კარგმა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია დედაჩემზე. იმიტომ რომ მადლობა ლაილა დედა არის ხო ეხა და რავი თავიდან არ ნახულობდა, მაგრამ მე უკვე დაიწყო ნახვა ჩემი ვიდეოების და კომენტარებს რო კითხულობდა და ისმენდა ამ რაღაც კარგ სიტყვებს, ანუ ძალიან მოეშვა რა ის რაღაც ტვირთი ბეჭებიდან და მე მაგას ვფიქრობ და ყოველთვის მადლობას გადამიხდია მე ჩემი გამომწერებისთვის მაგის გამო რომ მეთქი თქვენ დამსახურება არის რომ დღეს აღარ განიცდის როგორ არ განიცდის ეხლა მაგრამ ისე აღარ განიცდის როგორც ადრე ია გაიხარ ჩემო კარგ მაწუხებს ხო ამოსაჭრელი მაგ გლოცავო, ფაი მე გაიხარე. ფაი მე ყველასკენ, ფაი იმდენს ვეზისხები რა. აი ეს რა არის? მე ესე ვფიქრობ, რომ ადამიანი რაცა უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა, გინ ტრანსი იყავი, გინ ჩმასი იყავი, გინ ბანკიორი იყავი და გინ პრეზიდენტი იყავი, ყველას ვერ მოაწოდებ თავს. ანუ ჩვენ არა ვართ მეგობრებო ევროზე და დოლარზე გამოსახული ადამიანები რომ ყველას მოვეწონოთ
ყველას ვერ მოვეწონებით. სულ რომ თან გადავყვეთ ყველას და ყველასთვის იყოთ კეთილები, ყოველთვის გამიშთებიან ესეთი ადამიანები, რომლებიც ვეზიზღებით უბრალოდ და ცუდი ენდოვება ჩვენთვის. და რატო ხარ ესეთი აფერისტი და საყვარელი, რატო ხარ ესეთი აფერისტი და საყვარელი, რანაირად ჩამეხუტე? მაისური გავაკეთე სელნასი ყველას არ მოწონდა თავს, ხო, მადლობა ისერ, ყველას არ მოწონდა, რანაირად მოწონდა ყველას არ. ფსიქოთერაპია არ დაგჭირდა, ვაიმე, ხალხი მე ფსიქოლოგთან მივიდა საგიჟეში გამიშვება. მინდა მისვლა, მაქვს ეხლა რაღაც პრობლემები, ჩაკეტილობა მაქვს, ჩავიკეტე, ეგა მაქვს ერთი. უენერგიობა მაქვს კიდე. და მადლობა ისერ. მარტო სულად ვგრძნობ თავს. გამარჯობა. მაგალითად ქუთაისი. ხან და ხან. მადლობა ისერ. და კიდე რაც არ მომწონს, დამოკიდებული ვარ ტელეფონზე და რა კარგი იყო მაშინ რომ წაშლილი მქონდა ყველაფერი. ისე ხوار წავშალო თქო ფიქრობ, მაგრამ მე მაშინ სკოლაში მაინც დავდიოდი და ეხა არაფერს არ ვაკეთებ. ძალიან ცუდი არის ტელეფონზე დამოკიდებული რა ხარ ინტერნეტზე. ვაიმე, ყველაფერი ხო წაშლილი მქონდა მე მეგობრებო. ვაიმე, რა კარგად ვიყავი, იცით, ყოველგვარი სტრესის გარეშე. ვაიმე. მეგობროს დაურეკე ხოლმე. ვაიმე, პედაგოგია WhatsApp-ში შედიო რა, შე გამორთული მაქვს ყველაფერი შეტყობინებები და ყველაფერი. ტელეფონი, მეგობრებო, მე ტელეფონი ხმაზე კი არ მაქვს არასდროს. არ მაქვს უფლება. წიგნის მიმართ გამაჩნია რაღაცნაირი სისხლი. მადლობა. არსეთი წიგნი არა მაქვს სახლში. არა და ბავშვობაში მიყვარდა სულ კითხვა. მაგრამ რაღაცნაირად სისხლის გრძნობა მაქვს. რეალობიდან გაქცევაზე არ არის საუბარი, ჩემო კარგო, ეხლა ახალ ამბებს ყოველთვის უყურებდი. მე მაქვს აქ საუბარი, დამოკიდებული რო ხარ სოციალურ ქსელზე, მთელი დღე რო სკროლავ, ეგ ნორმალური არის? ხო. აუცილის რეჟიმი კი არა. იმდენი მაქვს მოსაწესრიგებელი. აუდიო წიგნებია. მამა ჩემ კითხულობდა სულ წიგნებს. გამოზიდავდა ხოლმე ბიბლიოთეკას. ვაიმე, 2 დღეში და 3 დღეში ამთავრებდა ხოლმე, მას რა ქვია. წიგნის კითხვას. ხო და მეზისხებოდა შემაზისხა წიგნები. ანუ წიგნებს შვილებს ამიტად უყვარდა წიგნები, ხო მართლა გეუბნებით. საკუთარ შვილებს ამიტად უყვარდა წიგნები. და კიდე ჩაის ჩიფერი. ჩიფს უძახიან, ხო? ძლიერი ჩაი. კოეპილაცია გაკეთებული მაქვს წლების უკან. კი მყავს. ბობა რა აფერისტი ხარ და როგორ ჩამეხუტე ჩემო სიყვარულო.
აუ ტოინი ნუ მოტყარი ანრია თუ რაღაცა ხარ დედა სიყვარულო ხასიათებით გვანან ვინ მე არ ვსვამ ჰორმონებს ვაიმე ყველაზე სექსუალური მამაკაცია მთელ მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ტუჩებით გოეპილაციით გევიქრე ეპილაციას ვიკეთებდი როცა მოქალაქე ვიქნები გააჩნია როგორი ტიპის თმა გაქვს ეგ ჩამოკარგვა ადგილზე უნდა გაარკვი დერადო ყარა აფერიშტი მე შენ მაკოცე ჰაკოთებული ენა მაგრამ არ მეზიზღება დერადო ჰაკოთებული პირი არი გველის უნდა თუ გამოგდის პირიდან მამა მიჩმოლო სკელახში ალექსანდრეტი ძველი ალექსანდრეტი კაი არის წარე რო არის და ცოტა მაღალზე დაარტყმევიათ ხალხს ლაზერი რომ მიხვალთ რასი პრანჭებით და მეწოე გადაფუფქული მქონდა ხოლმე მთელი ტანი დამეწო და დაგეწოს აბა რა გინდა შვიდე კეთილი ხარ ყველაფერი კარგი მოგფაიმე გაიხარე ჩემო ნამდვილად მშვიდი ვარ და წყნარი და კეთილი და ბუიკივით გოგო ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა ვინ მიფასებს. ერთხელს მოვწერ და წავალ. მაგრამ მაინც მარტოსულად ვარ, მეც პრობლემა მაქვს მარტოსულად. ანუ გვერდით არ მყავს ისეთი აქ ბრიუსელში რომ რაღაცა ერთად ვიყოთ, რაღაცა ერთად ვიცხოვროთ. რაღაცა მეგობრა, რა კარგა მოდის რა რავი, ანუ ნამდვილი სახელი სელენა მქვიას რა გინდა. კი, ყველგან სახეზეს და პროჯზეც ვიკეთებდი ალექსანდრეთს. პროჯზე ძალიან მткиოდა. ყვერებზეც ძალიან მткиოდა, საშინელება იყო სულ მткиოდი ხოლმე. პროჯზე განსაკუთრებით. რამდენი დამარტყამდა ლაზერს, იმდენი მტკნაოდი, მткиოდი. ვაიმე მართლა ძალიან მტკივნეული არის ქვემოთ. ინტიმურ ადგილებში კულტურულად ვიტყვი. ვაიმე მადლობა პატაკო თუ ქვია მაგას. ხო რაღაცა არის კაცო. აუ ძალიან მტკივნეული არის. არ და მალე მთავრდება მან ძალიან მალე. დაამთავრე თმელობა. ხან ამ მომდის ხოლმე აქაიქ და აპარატი მაქვს ის რო არის რაღაც პატარა აპარატები და მაგით ვიცილებ ხოლმე. ისედაც რო არ მოვიცილო, იმდენად შეუმჩნეველია, რომ ვაფშე არ გეტყობა. აქ მე არ გამიკეთები ეპილაცია. თმის მიხედვით ჩემოკარგვა მე რა გირჩიო, მადლობა გიორგი. თმის ტიპის მიხედვით არის ეგ, რომელიც მოგიხდება, ანუ წადის სადი ალექსანდრეთის სადე დიოდიც რაღაც კიდე, ვაფშე ეს დიოდის სისულელი არის, მაგრამ რაღაც სხვადასხვაები ხო არის და ცადი რომელიც მოგიხდება, მადლობა კი რა. მადლობა ნუგი. ნემსი კიდე ნემსი აუ ძალიან დიდი ხანი უნდება და ძალიან მტკივნეულია. მაგის ნერვები სადაა მაგ ნემსის. დიოდი ჩემთვის სისულელი არის ჩემო კარგო. დიოდი რატო არის სისულელი გეტყვი, იმიტომ არის სისულელი რომ აპარატები რო იყიდება ხო იცი? მეტ ფუნქციას კი არ ასრულებს ჩემო კარგო.
ანუ ეხა მე რა აპარატიც მაქვს, იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც დიოდის აპარატი, ხვდები? და არის შედარებით უმტკივნეულო. აბა შედი ის ძველი ალექსანდრეთის ლაზერები რო იყო გამყინვარების გარეშე. შედი აბა დაიწყი ერთი. თელტანზე რო გავიკეთე 3 დღე სიცხე მქონდა 39:40. მოწოდა განახე. მე რა ვიცი რა გირჩიო კაცო, მე მქონდა ჯაგარი და მე რა ვიცი ხშირ რა მოგიხდება. ანუ რომელი ის მედიში კაი ლაზერი აქვს მგონი. მაგრამ ცოტა მაღალზე უნდა დაარტყმევიო კაცო. მე პრეტენზია არ უნდა გქონდეს დამწვარს, ეხა ცოტა დაგეწვა არა უშავს. გადაგივა. ქერათმას ვერ ხედავს ერთეთი აპარატი გონი. ქალებს ეს მე დაფოკვეთო. აუწიე, მიდი აუწიე ჟორა. სადამ აპარატი გო. აი აქ არის დედა, ეხლა მომაღებიო ეს. ეს მაჩუქა ჩემმა დაქალმა არის 70 ევროში ნაყიდი. აი ესეთი არის. 150 ევროიანი არის და ფასდაკლებით იყიდეს. ინაზა თუ რაღაცა აწერია. 1 საათი უნდა გაგეთებას. მაგრამ ბევრი რო არა მაქვს, მალე ვრჩები მე. აუ არა, ეს არის ღიღლების იმენა, ხვდები? პატარა თმები რო აქა მოსული. ფელიფსის მაქვს მე. ანუ ხშირად უნდა ატეთო, თუ კიდე რო არა მოგივიდეს кайხან. გაპარსვა უნდაო, რა მე პირდაპირ შვები ხოლმე. ხანდახან ერთ ადგილას ორჯერ უტყა. ვერა. ანუ თუ ბევრჯერ გაიკეთე ეპილაცია და მაინც ამოგდის, ხო? უნდა დაანებო თავი, ხვდები? მადლობა ემილიანა, მე არ შეიძლება გაპარსო და ამოპუტვა თუ გიკეთებ ეპილაციას. თუ შენ ახლა გაიკეთე ეპილაცია და მე გაიპარსე, რა აზრი აქვს მითხარია. ანუ ტყუილე რაში იყრი ფულს და რატო იტანჯავ თავს, ხო? თმა უნდა ამოგივიდეს, ხვდები? ისმა უნდა ამოვიდეს. არ უნდა მოიპარსო. რო ამოგივა, ხო, მიდი და დაარტყმევი იმ ამოსულებზე, მთლიანზე ნუ შეხვალ, ხვდები? მარტო სადაც გააკეთე, ხო, მან ხო პულსებით ითვლიან და გადაიხდი მარტო იმას. ნუ მოიპარსავთ მეგობრებო. ეგ დიოდზე არ ვამბობ, მე ალექსანდრეზე ვამბობ, კაცო. დიოდი ჩემთვის არაფერი არ იყო, ტყუილა გადავიხადე 50 ლარი ერთხელ. ანუ როგორც კი წამოგივა თმა, ეგრევე მიდი და დაარტყმევთ მარტო იმ ადგილებში, ანუ არ მოიპარსოთ, არ მოიპუტოთ, არ შეიძლება. მე მეგობრებო ამ იმას რა ქვია, მარტო ვიკეთებ სახეზე, ანუ სხვაგან ხანდახან ფეხზე და ხელზე ამომდის ხოლმე და მისით ცვივდება, ხვდებით? რო გავიპარსო, აღარ დამცვინდება მისით. ხო და სულ არ არის საჭირო, გაპარსოს კიდე ჯობია ფხრიცი გაიკეთოთ. ავე 6 წელი მეც დიდი ხანი ვიკეთებდი, 5 წელი მაინც ვიკეთებდი. აუ იცი რა არის, მარიამ და დაისვენო. ხوار იპარსა და ხوار იპუტაო. ხო ალბათ. იყიდება ფხრიწებით, სუფთა სახლშიც არის. ორთვიან პაუზებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ცოტა დიდხნიანი პაუზა გააკეთე. ჯობია.
აი ამ ადგილას ზუსტად ერთი 2 წელი ვერ მოვიშორე თმა. აი ვერ მოვიშორე. ყველგან თმა გამცვინდა და აქ იყო ლურჯი მარტო. ხო ვიპარსავდი და გაპარშიზოს ლურჯი ფერი ხო რჩება რაღაცნაირად წვერი. ყველგან გათეთრებული ვიყავი, აქ ქონდა ლურჯი სულ. ვერ მოვიშორე. ხალხმა ერთხელ ფუთქი მედო იმ ხელაზე დავარტყმევია ლაზერი ამ ადგილას. მე ერთხელ ერთმა მასწავლა გაზარდეო და ანუ ხრიწით აიხიეო რა ეს თმებიო. და როგორც კი წამოგივა ახალი თმები, ეგრევე შედი ლაზერსეო. გავზარდე კარგად აქ ეს თმები და ხრიწით ამოვიღე და ხრიწით რო ამოვიღე, აი ხალხო ძირები თმის, ანუ რა სიგრძეები იყო, იცით? მე არ ვიცი იმ სიგრძე ძირი რატო იყო. შოქში ჩავარდი, ხო მართლა. და მართლა წამომივიდა თუ არა თმა, შევედი ლაზერზე და ვაიმე ეგრევე მოვიშორე. ეგრევე მოვიშორე, მადლობა ჩამოკარგო. ყველგან ხოდა წინათ ზურგზეც მქონდა ვაიმე ტონა თმები, ვაიმე ხმერთო იმდენი თმას აწავიდა. თოდეს მე გავიქრობდი იმდენ თმას არ მეგონა. წავედი მეგობრებო, ტელეფონი ჯდება ეს რამდენი წელი იკეთე, აი 5 წელი ვიკეთებდი. რაც ბელგიაში წამოვედი, აქ დავანებე თავი, იმიტომ რომ ანუ აქ ძვირი არის და თურმე მე მივხვდი რომ თურმე ადამიანმა იცი რა უნდა გაჩერდე და ეგ თმა რო ამოდის მე გცვივა მისით ხვდები და მან კიდე არ ჩერდებოდი ხშირად არ დავდიოდი მაგრამ მე უკვე 6 თვეში 5 თვეში ერთხელ მაინც მივდიოდი და თურმე არ უნდა მიხვიდე იმიტომ რომ ეგ თმა არის დასუსტებული და იმენა მცვიოდა მცვივა ხოლმე თმები ხერავი როგორ განახვდა იყო სადღაც მე 2-3 ღერი ამოსული მარტო კარგად ინდოშ როგორ ახარ ყველგან ალექსანდრეც ვიკეთებდი წავედი მეგობრებო წავედი ტელეფონი მიჯდებოდა ესეც ბევრი ლაპარაკი დღეს საკმარისი არის ტკბილი წილი კარგად